მოკლედ, ესეთი ამბავია, ლუკას ოფიციალურად უფლება აქვს, რომ კოსტუმი ჩაიცვას. გილოცავთ ლუკა პირველ რიგში. იმედია თან ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ახლა ყოველგვარი სახელმწიფო საიდუმლოების გაცემას არ მოგთხოვთ, მაგრამ ისე რომ აგვიხსნა ხოლმე, აი რა ხდება, რა არის შენ საქმიანობაში, რა შედის ძირითადად, რა საკეთებ, რა პერსპექტივებს ხედავ და მინდა ასევე შევეხვა ეს რამდენიმე დღე არის, მოკლედ არ ჩერდება რაღაცა NGO მედია დავარქვა თუ რა მედია უნდა დავარქვა ამათა, ვინ არის ლუკა ეხვაია, რა არის ფუკო, მოკლედ ამოქეკეს ყველაფერი და ვერაფერი ისეთი ვერ ნახეს, რომ მე დამაინტერესებდა. მაგრამ საბოლოო ჯამში სამწუხაროდ არც იმას არ ეხებიან, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, როგორ ჩანს არ აინტერესებთ, ხო და მოდი, რა არის ფუკო საერთოდ? არა, მცდელობები ხო გქონდათ, რომ შეისწავლოთ რისერჩიც გაიკეთებინათ, იყო რამდენიმე მცდელობა ისეთი, რომ იმუშავეს, რა, არ დაუკარგოთ ახლა. ანუ ეგ რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ თავარი რაც მინდა მე რომ ვიცოდეთ ახლა და მინდა რომ რაღაცნაირი შეჯამება გავაკეთოთ, ხო, რომ დავეხმაროთ ზედმეტად რომ ტვინი აღარ იბურღონ იმ ხალხმა, იმიტომ დაფინანსება შეუმცირდათ ახლა ვერ იმუშავებენ ამდენს, ხო? რას აკეთებდა ფუკო? ეს თითქმის 2 წელია უკვე, ხო? 2 წელი არ არის ჯერ. ხო, თითქმის. ივლისში დავიწყეთ რა, ჯერ 2 წელიც არ არის, ხო და. წელიწად ნახევარი. კი, წელიწად ნახევარში ფუკომ რა გააკეთა, მინდა ამით დავიწყოთ. მოდი საერთოდ ის როგორ დავიწყოთ, ანუ ფუკოს იდეით დავიწყოთ. რითიც დამთავრება გვინდო და მოდი ესე გავხსნათ რა, რომ ფუკოს იდეა რა არის საერთოდ, რა იყო პრინციპი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის სიტყვაზე გეოპოლიტიკა ხელშეუხებელი იყო იქამდე და შევეცადეთ, რომ ეს ყველაფერი აგვეხსნა, ხო? იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, გარშემო იმპერიები არიან და ამ იმპერიების თამაში ჩვენ რამდენიც არ გვინდოდეს, რომ ჩვენზე მოქმედებდეს, ხო, მოქმედებს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ, ხო, ვიღაცა სადღაც რაღაცას რო იტყვის, აქ, რა ვიცი, ხალხი ჩირაღდნებით გამორბის, ხო? ანუ ამ რეალობაში ვცხოვრობ და შესაბამისად ამ რეალობის აღწერა გვინდოდა ჩვენ, უბრალოდ ამ რეალობის ჩაშლა გვინდოდა ლოგიკურ დონეზე, რომ ეს ხდება ამიტო, ამას უნდა ველოდოთ, ამას არ უნდა ველოდოთ. აი ეს აბსურდია, ეს რეალობა. რეალობის აღწერა და ჩაშლა კი არა, რეალობის არ არსებობდა ეგ რეალობა. ანუ 2 წლის წინ ჯერ კიდევ არ იყო ისეთი პლატფორმა, სადაც გეოპოლიტიკის ყველაზე სენსიტიურ თემებზე ისაუბრებდი თან აი რეალისტური პრიზმიდან. იყო რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ისინი დიდ აუდიტორიაზე ვერ გადიოდნენ. ხა განსხვავება ის არის, რომ ვიღაცა რო ჩაწერს აი საშუალოდ, ხო, ნორმალურ პოდკასტებს, რომელიც გეოპოლიტიკის თემაზეა, ჩვენი აი მეგობარი პლატფორმები რაც არიან, ვისთანაც მეგობრობთ და ვახლობლობთ, ნახვები აქვთ აი YouTube-ზე საშუალოდ 10-დან 20,000-მდე ვარირებს. და ეხლა ჩვენ რატო გადავწყვიტეთ, ხო, TikTok-ზე მუშაობა რო დავიწყეთ, მე საერთოდ TikTok-თან შეხებაც არ მქონია მანამდე. რატო გადავწყვეტ TikTok-ი აუთვისებელი იყო და კოცები მიხვდნენ. რა TikTok-ზე შესულიყვნენ. იქიდან ხო. ჩვენ მოკლედ რეალობა რა იყო, რომ ჩვენმა მეგობარმა დაგვეჯერა, რომ TikTok-ი შეიძლებოდა ძალიან დიდ აუდიტორიაზე გასვლა და ასევე არა მარტო დიდ აუდიტორიაზე გასვლა, არამედ ახალგაზრდებთან საუბარი. და ჩვენ აქ შემთხვევით ესე არ დაგვიწყია ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ ამ თემებზე ვმუშაობთ, ესე რაღაცნაირად ცდილობენ რომ წარმოგაჩინო როგორც უბრალოდ ბლოგერი, რაღაცა TikTok-ერი და რაღაცა. ჩვენ ამ თემებზე ვმუშაობდით არა 1 და 2 წელი, არამედ 5 და 10 წელი. მაგრამ მაშინ გიჟი იყავ. ხო, მაშინ გიჟი იყავ, ნელ-ნელა შეიცვალა ეს საერთაშორისო წესრიგი და ამ თემებზე საუბარი უკვე ნებადართული გახდა და ლეგიტიმური გახდა, ხო? და ნუ მოკლედ ჩვენი მეგობრის რეკომენდაციით, რომელიც ამ პროექტის სული და გულია, გადავწყვიტეთ, რომ თავიდან TikTok-ზე დაგვიწყო და გაამართლა ამ ყველაფერმა. მოლოდინი მქონდა, ისეთი, ნუ რა თქმა უნდა, ეჭვები მქონდა, რამდენად წარმატებული გამოდგებოდა პროექტი, იმიტომ რომ უცებ შედიხარ შენ და TikTok-ზე არ ხდება სრული უშინაარსობის გარდა არაფერი და ღმერთმა იცის რა ხდება საერთოდ ამ პლატფორმაზე. და შენ იწყებ უცებ გეოპოლიტიკაზე საუბარს, თან არც ისე მარტივად, ჩვენ სუცდილობდით, რომ გაგვემარტივებინა, ფორმაზე ვხარჯავდით გონი ყველაზე მე დროს. თორე შინაარსი ყველამ გასაგები იყო ყველაფერი, მაგრამ ეს როგორ მიგვეტანა მე ადამიანებამდე და განსაკუთრებით ახალგაზრდებამდე, ამ ძალიან დიდ რომ მიქონდა. მაგრამ გაამართლა რა გაგებით, ეხლა რო გადახედო, ხო? თითქმის 2 წლის მანძილზე 9 მილიონიანი ვიდეოები გვაქვს გეოპოლიტიკაზე. ეს არ არის თუნდაც 50,000 და რაღაც დიდი მიღწევა რო გონიათ, ხო, სხვადასხვა პლატფორმებზე. სერიოზულ ვიდეოებზე გადავალთ და ჩვენ გვინდა ახლა შევადაროთ, ანუ რას ვამბობდით, რა ახდა, რა შეიძლება ახდეს, ხო? ხო, კარგი იქნება. მინდა აი აქამდე აი ყველაზე საამაყო და რატომ მინდა ეს თირამე ვთქვათ, რომ რეალურად ჩვენი მიზანი არც არ ყოფილა, რომ ბევრი ნახვა კონდეს. ჩვენი მიზანი იყო, რომ ჩვენ მოგწონდეს
და საზოგადოებასაც იმედია მოეწონება. ხო, ჩემი ყველაზე საამაყო ვიდეო, ეხლა ჩემ პირადი რო თქვა, არის გვანტანამოზე რო ჩავწერეთ, რომელიც დაიბლოკა. ამერიკის კიდევ ერთი სკანდალი. გვანტანამოს სისხლიანი ბაზის დახურვა. ანუ აი ყველაზე მაგრად მინდოდა გვანტანამოზე ჩაწერა და ეგრევე გაქრა ვიდეო, მაგრამ აი მაინც რაღაცნაირად მეამაყება, რომ ეს გავაკეთეთ, ხო, რომ ფუკომ ჩაწერა აქვს და მაინტერესებს შენი ეგეთი ფავორიტი ვიდეოები მეც მქონდა, კი, რომელიც წაგვიშალე. საერთოდ შენი წაშალე? წაშალე, საერთოდ ან ყველაზე გავარდნილი ვიდეო მქონდა 300,000 ერთ-ერთი ყველაზე იმ დროისთვის რა. ეს ჯერ კიდევ როგორც მახსოვს, პირველი ნახევარი წელი იყო, რაღაც ბაგვადებში 6 თვეში ჩავწერეთ ამერიკის ინტერვენცია ერაყში. რატომ გაასწორეს მიწასთან კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი და კულტურულად უმდიდრესი ქალაქი ბაღდადი 15 წლის წინ და რამ განაპირობა ISIS-ის შექმნა? მართლა მომწონდა ეგ ვიდეო რა და მე აი ეს რაღაცა კოლექტიური დარეპორტების ის რო დაიწყეს, რა ხდებოდა მაშინ? კანონის ამბების დროს. მაშინ წაგვიშალეს რამდენიმე ვიდეო მთლიანად და ვერ აღვადგინეთ. ერთ-ერთი იყო ერაყი. სრულიად უწყინარი ვიდეო იდეაში, არაფერი ისეთი, უბრალოდ დაინახეს რომ გავარდნილი ვიდეო იყო, ამერიკული იმპერიალიზმის სახეც კარგად ჩანდა და მოდი მოვაშოროთ და ეგ გაგვიუქმეს რა. და სანამ გადავალთ მართლა უკვე ვიდეოების განხილვაზე და მინდა რომ შენ დაიწყო ამ შემთხვევაში, მოდი ბრიქსით დავიწყოთ, მაგრამ იქამდე მინდა რომ დიდი მადლობა უთხრათ ჩვენს ძმებს, ვინც ამ ვიდეოების, მოკლედ ისეთ ფორმაში მოყვანას ახერხებენ, რომ მართლა ხალხისთვის ყურებადია, თორე მე ჩემ თავზე რო ვთქვა, მე ხშირად რაღაც ქაოტურად ვიცი ლაპარაკი ამ შემთხვევაში და სჭირდება ხოლმე ჩემ აზრებს, რომ რაღაცა კონკრეტული მიმართულება მიეცეს და ამაში მეხმარებიან და მადლობა კოლექტივს. საინტერესო ის არის, რომ ის ვიდეოები, რომლებიც წაგვეშალა და ესეთი სხვათა შორის 10-მდე ვიდეო ალბათ მთლიანობაში, რაც ვეღარ აღვადგინეთ, არც ერთი არ იყო დეზინფორმაციაზე. და აი დაუშვათ ის, რომ რაღაც არასწორი ნახო, შეცდომა იყო, მსგავსი პრეცედენტი არ ქონია რა. სულ სხვადასხვა მიზეზებით გამოგონილი რაღაც მიზეზებით არეპორტებდნენ. ან დავალებული მიზეზი, თუ ერთიანად რო შემოგესწრებოდა. რაღაც ჯგუფში გაზიარდებოდა, მოდი შევუტიოთ. ეხა ამად არ მოგწონს ამათი აზრი და მოდიოდა მთელი მოვნიშნოთ ამაზე და დავაი დაუშვათ. ეს ხდებოდა ძირითადად აი კანონის თემები რო იყო პიკში, მაშინ ხდებოდა ყველაზე ინტენსიურად რა. და მოდი მაშინ უკვე გადავიდეთ ახლა სანამ გადავალთ ერთ რამეს მეც დავამატებ რომ ჩვენ ვართ რაღაცა ისეთი წარმოდგენა აქვთ არიც ის ხალხმა ვინ დგას აი ამ პროექტის უკან რა ჩვენი პროექტის უკან ჩვენ ვართ 5 ადამიანი მეგობრები ვთქვათ ცოტა ისე იმედია 6 მოახლოება ეგ დავაანონსოთ ხო ერთი ადამიანი გვემატება რომელიც ცოტა შეგვეცვლება ბარემ ესე ვთქვათ ფორმატი TikTok-ს გაამაგრებენ ილო და ჩვენი ახალი მეგობარი და მე და ილო უკვე YouTube-ზე ვიქნები და ოდნავ გადავთამაშდით რაღაცეებიდან გამომდინარე რა მაგრამ ექსპლუატაცია მიდის რო იცი თავარი ის არის რომ 5 ადამიანი ვართ დასაწყისიდან 4-5 ყოველთვის ესე ვარირებდით იცვლებოდა ერთი ადამიანი და ჩვენი მუშაობა, აი აქ ჯერ ერთი ბევრჯერ მოგვიწევია ხალხი, არავისთვის საიდუმლო არ არის, ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს, დაგვესწროს ჩაწერაზე პირიქით, გავიცნობთ, დაველაპარაკებით, პრობლემა არაფერზე არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ რა რესურსის გვაქვს, ამის თქმა მინდა ხაზგასმით. ამ რესურსით ხალხი ჩვენ რასაც დაუშვათ ერთი თვის მანძილზე ვხარჯავთ. ერთ ჩაწერაზე არ ყოფნით. და ზოგადად ანუ ჩვენ რა რესურსად გავზელით დაახლოებით 2 წელი ამ რესურსით აი ვიღაცები ჩვენ გვაკრიტიკებენ ერთი თვეც არ იკადრებდა არავინ მუშაობას პოლიტიკის ელექტრომანქანა ვარ სკუტერი ხო ანუ ჩვენი ენერგიით ენთუზიაზმით ბრძოლის უნარიანობით და სულის კვეთებით გავქაჩეთ ყველამ აქ ვინც ვართ საერთოდ ვიმეს ეჭვგეპარებოდ მოდი დაგათვალიერებინებ და მე ვიღაცები აქ რომ მოდიან გადაობენ რომ რა პირობებში არიან მაგრამ ნუ ჩვენც ეგ არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხრილიარდები აქვს და ნახევ რა მაგარი სტუდია ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქმე რაც ნუ შედეგები ჩანს ის მილიონიანი ბაობაბი რო გიდო რა არის ნათხოვარი ხელოვნურის ბიჭო ის რა ქვია მთავარი ხა რა არის მოდი შევიშვათ სერიოზულ თემებზე გადავიდეთ რას მივახციეთ რა ამ პერიოდში არა მოდი დავიწყოთ ჯერ რა თემები შემოვიტანეთ ხო მაგას გულისხმობ ზუსტად მაგას გულისხმობ ანუ პირველი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემა რაც საერთოდ ქართულ მედიაში არ არსებობდა ეხლა წარმოუდგენლად გამოჩნდება ბევრი თემა რასაც ჩამოვთვლით მაგრამ უბრალოდ არ არსებობდა ბრიქსის ალიანსზე დაუშვათ არავინ არ საუბრობდა
და რატო აი ბრიქსზე დავიწყეთ ლაპარაკი, ჯერ ხო ბრიქსი იყო მარტო პლუსის გარეშე სანამ იყო, კი, პლუსი არა, გაფართოება არ იყო არც ერთი მომხდარი ჯერჯერობით. და რატო დავიწყეთ, ხო? ანუ ამ ალიანსის საუბარი, იმიტომ რომ ყველა ვინც ამ სფეროში გარკვეული ცოდნა მიუღია, კვლევას აწარმოებს, რაღაცას სწავლობს, კითხულობს, ყველა მიცის, რომ ძალთა ბალანსი იცვლება სამყაროში და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი და გამოვლინება ამ ყველაფრის იყო ზუსტად ახალი ალიანსის ფორმირება, როგორც არის ბრიქსი. ამასთან ერთად, ბრიქსთან ერთად ჩვენ დავიწყეთ პირველი ვიდეო ქონდა სხვათა შორის ჩინეთის თემას, რომელიც დატრიალდა ეს ამ წინა დღეებში. და რატო ქონდა ხო ჩინეთის თემებზე? იმიტომ რომ ვცდილობდით რომ სანამ ჩვენ შემოვედით პოლიტიკურ ველზე რა ხდებოდა, ყველა ამბობდა რომ არის მთავარი მოთამაშე რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები და მორჩა აი აქ მიდიოდა ხო აქ ვიყავი ჩაკეტილი მიდიოდა საუბარი მე სხვა სიფრთხე განზომილება საერთოდ გეოპოლიტიკაში და პოლიტიკაში არ არსებობდა. ჩვენ თქვით პირველი ჩვენი სიტყვა იყო ჩინეთზე საუბარი, იმიტომ დავიწყეთ რომ აღზევებული ძალა, ახალი ძალაუფლების ცენტრი არსებობს, რომელიც ბევრ კომპონენტში მთელ რიგ განზომილებებში ჯობნის უკვე იმ ჰეგემონს, რომელიც აი ეს შეურყეველი და უცვლელი ეგონათ ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ ამაზე მე შეგვიძლია ვცლად ვისაუბროთ რა საჯობნის რა და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი ის არის ჩვენ შემოვიტანეთ ეს თემა, რომ სხვა განზომილება გავაჩინეთ, როგორც იყო ჩინეთი და ბრიქსი. ორივე იყო სიმპტომი იმისა, რომ ძალთა ბალანსი იცვლება. ამის გარდა ჩვენ დავიწყეთ საუბარი ტაივანზე. და ტაივანზე უბრალოდ ესე კი არ ვთქვით, რომ აი ტაივანი პოტენციურად ფეთქებადი, ახალი ფეთქებადი გეოპოლიტიკური ცენტრია და ასე შემდეგ. არა, ჩვენ გვაქვს ჩაწერილი ვიდეოები მიკროჩიპების ომზე, ცალკე. აქ პერიოდულად თუ შევძლებთ ამოვიდეს ეს ვიდეოები და ვაჩვენოთ კონკრეტულად როდის ვწერდით თარიღები და რა ვიდეოები გვაქვს მომზადებული. სოფლიო ბატონობას უკვე არც ნავთობი, არც ოქრო და არც ტერიტორიები განსაზღვრავს. 21 საუკუნის მთავარი რესურსი მიკროჩიპები გახდა. ტაივანზე გვაქვს რამდენიმე ვიდეო მომზადებული. ერთი გვაქვს მომზადებული კერძოდ აი ამ მიკროჩიპების განზომილებაზე, რაც ერთ-ერთი სიფრთხეა იმისა, როგორ მიდის ხო გეოპოლიტიკური კონკურენცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. გვაქვს ასევე საომალო სცენარები, აი დაუშვათ ჰიპოთეტური სცენარი გვაქვს განხილული, რომ დაიწყოს ესკალაცია ტაივანში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. და კიდე რამდენიმე ვიდეო გვაქვს მოკლედ აი ამ ტაივანის გარშემო და ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირებაზე ჩაწერილი. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ისევ და ისევ მაგ მიზანს ემსახურებოდა, რომ აგვიხსნა, რომ აი ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია. და არა მარტო უკრაინა, რომელიც უკვე ყველა ხედავდა რომ რაღაცა აი უკრაინაზე კიდე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ რა მოახდინეთ და რა შემოვიტანეთ. აი მინდოდა რომ მე თქვა ამ შემთხვევაში რომ ანუ იყო თემები რომელსაც ყველა უყურებდა, მაგრამ უყურებდა საერთოდ არასწორი შუქით, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ანუ არა ანალიზებდა რეალურად რა იყო, ვინც ამის აღწერას ცდილობდა, ხა იმას ხო არ ვიტყვით რომ მარტო ჩვენ საუბრობდით ამაზე, არა, მაგრამ ვინც ამის აღწერას ცდილობდა აღეწერა რაღაც ისევ ბოროტსა და კეთილს დაპირისპირებას შორის თითქოს ამ დიქოტომიაში ჩაკეტილი, რომ პირიქით ის არის მართალი ან ეს არის მართალი. კი. ხო, ანუ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ შემთხვევაში უკრაინის საკითხში მინერალების ეხლა რაც ხდება, ხო, რომ გაგიჟდნენ და შეიძლება ტრამვა ინვესტიციები ჩადოს. უკრაინაში მინერალების საკითხი, იქ ნავთობის თუ გაზის საკითხი, სხვადასხვა რესურსების საკითხი აღმოსავლეთ უკრაინაში თუ საერთოდ რომ ეს ახალი რესურსია, რომელზეც ყველამ უნდა დაიწყოს წესით დარიგით ლოგიკას მაქეთ მივყავართ, რომ ამ რესურსზე დაიწყება ეხლა ბრძოლა, ხო? და ეს დამტკიცდა კიდეც ზელენსკის მიწვევით თეთრ სახლში, რომ სხვა არაფერი არ აინტერესებდა ტრამპს, გარდა აი ამ რესურსებზე ლაპარაკისა, ხო? და ანუ ჩვენ ვლავირებდით, ესე იგი ამ რაღაც ცხელი თემებით და პლუს შემოქონდა ისეთი თემები, რომლებიც არავის არ ქონდა საერთოდ ანუ ამორში ვიყავით ყოველთვის, რა. ბრიქსი და ჩინეთი ეგეთი თემები. ხო, ამას ჩავწერთ, მაგრამ ამასაც ჩავწერთ, იმიტომ რომ ეს გახდება პოპულარული და ერთ-ერთი ეგეთი არის, მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეგეთი არის, საერთოდ არქტიკა, ჩრდილოვანი ფლოტი, გრენლანდია, საერთოდ გრენლანდია სად იყო არ იცოდა, მე მგონი ტრამპი. არავინ. კი, ხო? ეხლა ჯერ მოვლენებს ვუსწრებ. კი, მანდაც გადავიდეთ, მაგრამ თლიანობაში სანამ მაგას ვახსენებთ, აი ტაივანთან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხლა აი რომ გადახედო ნებისმიერ სერიოზული დონის, მაღალი დონის სტატიებს, ჟურნალებს, რა ხდება მედიაში, ნახევრად აკადემიურ სტატიებს, ყველგან მიდის საუბარი რეინდუსტრიალიზაციაზე, რომელიც აქტუალურია როგორც ამერიკისთვის, ასევე რუსეთისთვის და სხვადასხვა რეგიონებისთვის. ანუ ყველგან გლობალურად მიდის ეს ტრენდი. აი ამ ტრენდის მნიშვნელობაზე ჩვენ ვსაუბრობდით სადღაც 1 წლის წინ. ამ ვიდეოსაც გამოვიტანთ, სადაც აღწერილი ქონდა, ჯერ კიდევ აი საერთოდ ამ თემაზე აი მართლა არსად არავინ არ საუბრობდა, რა მნიშვნელობა ქონდა ტრამპის
ხედვებში რეინდუსტრიალიზაციის ხაზს და როგორ წამოიწევდა ტრამპის მოსვლის შემდეგ ეს ხაზი წინა პლანზე. ეხლა დღეს უკვე ძალიან ჩვეულებრივად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ მაშინ არ იყო ესე რა, ცოტა ისეთი თემა იყო, რომელიც თითქოს არ მოქონდა ვაიბი, მაგრამ ეხლა აბსოლუტურად ყველა საუბრობს ამ თემაზე. ამასთან ერთად, როდესაც ჩვენ ჩავწერეთ, რომ ეს ეკონომიკის, გლობალური ეკონომიკის და ეკონომიკური სისტემის რეკონფიგურაცია მიდის, ჩვენ ამ პროცესში მეგაკორპორაციების როლზე გვაქვს ცალკე ჩაწერილი ვიდეო. ესეც ადრე ხდებოდა, სანამ მერე წამოვიდა ეს BlackRock-ის თემები და Vanguard-ის თემები და ხალხმა აიტაცა და ყოველი მეორე ვიდეო მაგაზე არსებობს, მაშინვე გვაქვს ჩაწერილი, რომ ორი მთავარი ტრენდი გვაქვს ეკონომიკური გამოყოფილი. ერთი, რომ რეინდუსტრიალიზაცია ყველგან დაიწყება და ამას ხსნიდით იმით, რომ ეკონომიკური ნაციონალიზმი ახალ მსოფლიო წესრიგში იქნება წამყვანი ეკონომიკური ხაზი და მეორე პარალელურად, რა თქმა უნდა, ხდება ის, რომ მეგაკორპორაციების გავლენები იზრდება არნახულად, ჰიპერტროფულად და ეს პროცესი შეიძლება, სხვადასხვა შედეგებით დამთავრდეს. მაგრამ აი ეს რაც ჩამოთვალეთ, ეს თემების რაში ერთიანდება, ხო? ეს ყველაფერი ერთიანდება იმაში, რომ ჩვენ ვამბობდით ძალიან მარტივ რამეს, რომ ძველი არსებული რაც იყო ალიანსები და კავშირები ირღვევა და ახალი ალიანსების ფორმირება მიდის. აი ეს გვინდოდა დაგვენახებინა ადამიანებისთვის, რომ ის სახელმწიფოები რო არიან, ისინი მეგობრები არ არიან, ისინი არიან დროებითი პარტნიორები, გარკვეულ დროში სივრცეში განსაზღვრულია ეს პარტნიორობა და ეს ყველაფერი იცვლება. და აი ამ ცვლილების პროცესი შემოქონდა, რომ რეალობისთვის თვალი გაგვესწორებინა, რაც მარტივი არ აღმოჩნდა და დღემდე გვიჭირს ეს ყველაფერი, ვიღაცები უბრალოდ ვერ იღებენ ამ რეალობას, რომ არ მინდა რა. მე ისეთი წარმოდგენა მინდა მქონდეს სამყაროზე, როგორც მქონდა, რომ აი დასავლეთი ერთიანია, უძლეველია, ის არის არსებობს კოლექტიური ზოგადად დასავლეთის ფენომენი და ასე შემდეგ. და აქვე და ბარემ რო აღვნიშნოთ, რა ძალიან მნიშვნელოვანი რამე გვაქვს ნათქვამი ბევრჯერ გამეორებული, რომ გეოპოლიტიკური მეტოქეობა თუ აი ახალ მსოფლიო წესრიგს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა უკრაინის კონფლიქტს, მომავალში აი ეს გვაქვს ხაზგასმით ნათქვამი, რომ კონფლიქტური, აი ეს გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ეპიცენტრები შეიცვლებოდა და გახდებოდა არქტიკა და აი გრენლანდიაში რაც ახსენეს ზუსტად მაგ კონტექსტში ვაქვს გაკეთებული, რომ გრენლანდიაზე ეს სამი სუპერძალის ინტერესები ეჯახება ერთმანეთს, ჩინეთის, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების და მაშინ გავარდა ეგ ვიდეო სხვათა შორის. იმის მიუხედავად, რომ სრულიად სიახლე იყო, რავი 200,000-ზე მეტი ნახვა გქონი, როგორც მახსოვს, გადავამოწმოთ რა. იყო ეგ თემა და ასევე გქონდა ნათქვამი, რომ ასევე ძალთა ბალანსი იცვლება და აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება მიდის როგორც აფრიკის კონტინენტზე, ასევე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. და რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ რა. სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე გვაქვს ჩაწერილი ცალ-ცალკე ერთი იაპონიის მილიტარიზაციაზე ცალკე ვიდეო გვაქვს, რომელსაც ხმა გაუთიშეს, მაგრამ 100,000 გადაცდა ეგ ვიდეო და მერე გაუთიშეს ხმა. ასევე გვაქვს ჩაწერილი აი კუნძულოვანი ჯაჭვის სტრატეგიაზე, რომელსაც იყენებს ამერიკა ჩინეთის შესაკავებლად. ამაზეც გვაქვს რამდენიმე ვიდეო ჩაწერილი და კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გავაკეთეთ ერთი წელიწადნახევრის წინ. აფრიკაზე დავიწყეთ საუბარი, როგორც აი ახალი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების პოლიგონზე. და მაშინ ვამბობდით ძალიან მარტივ რამეს, რომ ესე იგი, ჯერ ხო, ნახე ჯერა გავაკეთეთ, აფრიკული ძველი ევროპული კოლონიალიზმი გამიხილეთ, რამდენიმე ის კონგოს შემთხვევა და ასე შემდეგ, ეგ მაგაზე გვაქვს ვიდეოები. და მერე გადავედით აი ნეოკოლონიალისტურ პრაქტიკებზე და საფრანგეთის მაგალითს. რომ საფრანგეთი აი 60-იანი წლების მერე რას უშვებოდა აფრიკას. ნიგერის მაგალითს გვაქვს ეგ გაკეთებული რა. და ამის მერე თქვით პირდაპირ ესეთი რამე ძალიან მკაფიოდ, რომ როდესაც ევროპა გავა აქედან, აქ შემოდის უკვე ინტერესები ჩინეთის და რუსეთის ინტერესები არის მომძლავრებული და გაზრდილი რეგიონში და ვაგნერის ქსელი ყველას რო ეგონა მარტო ისა უკრაინაში ოპერირებდა. ჩვენ გვაქვს ახსნილი აფრიკაში მთლიანად ეს ქსელი როგორ მუშაობდა. ეგეც ნოვაცია იყო და მაშინ სასტავი იყო რა აფრიკა რა ვაგნერი და ეგეც სიახლე იყო შენ წარმოიდგინე და მაშინ თქვით ეგეთი რამე, რომ მომავალი დაპირისპირება ასევე იქნება, აი ეს ევროპა გავა რა თქმა უნდა, მაგრამ ამერიკა დაბრუნდება და მომავალი დაპირისპირება ჩინეთს, რუსეთსა და ამერიკას შორის ერთ-ერთი ესეთი სივრცე და პოლიგონი იქნება აფრიკა. აი ჩვენ ვილაპარაკეთ ახლა რამდენ რამეზე გაგვიკეთებია, მაგრამ იცი რაზე არ გაიკეთებია, რუსეთზე არ გაიკეთებია. რუსეთზე რატო არ აკეთებ ვიდეოებს? ბიჭო, მაგაზე ყველა ვიდეოში რო კომენტარი, რომ შენ ხო რუსეთზე რატო არ აკეთებ? მოდი რუსეთზე რა გავაკეთეთ, აბა? ბიჭო, რუსეთზე გავაკეთეთ.
ყველა ის თემა, რომელიც უბრალოდ ბუნებაში არ არსებობდა ჯერ და შემოვიტანეთ ეს თემები. ანუ რუსეთის ის იცოდნენ მარტო აი უკრაინაში და საქართველოში რა გააკეთა. სხვა კონტენტი ქართულ ენაზე არ იყო. და დავიწყეთ ჯერ სირიაში რუსეთის გავლენებზე და მთლიანად პრეისტორია, როგორ მომძლავრდა რუსეთი ახლო აღმოსავლეთში და სირია როგორ გახდა მისი ბასტიონი და პუტინის და ასადის თანამშრომლობაზე გეოპოლიტიკურ კავშირზე. ერთი ეგ თემა გვაქვს აკეთებული. ჩრდილოვანი ფლოტი. ზუსტად, ჩრდილოვან ფლოტზე მაშინ გადაჭარბების გარშე დაგცინოთ, კონსპირაციას ეძახდნენ. ხო ესე იყო? იყო ესე. და თემა არის რომ ჩრდილოვანი ფლოტი, რომელსაც დასცინოდნენ, ეს ვიდეოს უკიდეგანოდ გავარდა. და ყველამ ნახა ეს ვიდეო და მე აღმოაჩინეს ერთი წლის შემდეგ, ეხა ყველა მაღაზიაზე ვლაპარაკობ და ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩრდილოვანი ფლოტი იყო ის, რომელიც ხო, აი მიძინებული თემა იყო არარსებული ქართულ მედიაში და ვაჩვენეთ რომ აი რუსეთის გავლენები, უბრალოდ ეს კი არ არის ეს კლასიკური კონვენციური ჩარევები, რაზეც ყველა ლაპარაკობს მედია, არამედ არსებობს აი ესეთი მეთოდიც ჩრდილოვანი ფლოტით, თავისი ბუნებრივი რესურსების გატანა, გადაყიდვა და მე უკვე ამ შემოვლითი გზებით ევროპასთან ვაჭრობა რა, რომელსაც ევროპა ხო საკრალური სივრცე იყო და ჩვენ ვაჩვენეთ რომ ევროპა უკრაინის ომის დროსაც ვაჭრობდა რუსეთთან, ოღონდ შემოვლითი გზებით და ეს სქემები გვა გაშლილი. სხვა შორის ეგ პირველი ვიდეო დაიბლოკა თუ გახსოვთ. როდესაც შემოვლით გზებზე დავიწყეთ საუბარი და სანქციების თავის არიდებაზე, ხო? მაშინ პირველი ვიდეო დაგვიბლოკეს და დეზინფორმაცია დაგვიწერეს, ოღონდ რა ახსნით მედია ჩეკერმა იმ სასტავმა. ანუ ის არ უნდა გვეთქვა რომ ევროპა ამით იგებს. ანუ ევროპა არ უნდა გვეხსენებინა რა. და ის სანქციები რუსეთს უბრალოდ დააკიკით აქეთ ეს დავთობი ისე რომ არ არის. დღემდე რატომ ახსოვს არის დასკვნაში იმდენად ოდიოზური და სასაცილო კომიკური რამე ეწერა თუ დღემდე და მახსოვს ეგ ამბავი რომ მოკლედ ეს სანქციებიო შეიძლება ეხა დროებით არ მუშაობს, მაგრამ გრძელ პერსპექტივაზეა გათვლილი და მერე იმუშავებს. აი ეს სიგიჟე ეხლა კი მართალი ხარო, მაგრამ მე არ იქნები, მე დეზინფორმაცია გახდება ეს ვიდეო. ბიჭო, ხო, აი ესე დონეზე მოდიოდა ოპონირება, აი იმე არასერიოზულ დონეზე რა. და მოიცა რუსეთზე კიდე გვაქვს რაღაცეები გაკეთებული. სხვა არქტიკა და გრენლანდიაზე გვაქვს რუსეთზე, ზუსტად არქტიკაში კი ახსენე, მაგრამ ეგ მინდა რომ ცოტა გავშალოთ, ანუ რა ხდება არქტიკაში ეგეთი. ანუ არქტიკაში რა ხდება, ეს მინერალები რა არის, აი მაგაზე ვისაუბროთ, რატო არის ის, რომ ანუ ზოგადად ხო ომი რესურსებისთვის არის. ისე ხო არ ხდება როგორც ჩვენთან ისტორიის წიგნში რო წერია, რომ აი ფრანც ფერდინანდი მოკლეს და დაიწყო ომი. ესე ხო არ ხდება, ანუ რაღაცა წინაპირობები აქვს, რაღაცა ინტერესები არის, რომელიც მომწიფებულია, ეგ პირველ მსოფლიო ომში იქით იმპერიები იყვნენ დიდი და კოლონიებისთვის იბრძოდნენ, მეორე მსოფლიო ომში გასაღების ბაზრებისთვის იბრძოდნენ და იმედია მესამე მსოფლიო ომზე არ ვლაპარაკობთ ახლა, მაგრამ ხო, ანუ რაღაცა ახალი არის შემოსული. ჩინეთი ძალიან აქტიურობს, რაღაც დიდი კორპორაციებია უკვე ეგ ისტორია მოყოლილი გვაქვს ვიდეოში. აი ზუსტად ჩინეთი როგორც ცდილობდა გრენლანდიაში ფეხის მოკიდებას და პირველი ვადის დროს ტრამპმა რა პოლიტიკა გაატარა ამის შესაკავებლად, რა ზომები მიიღო, რომ ჩინეთის კორპორაციები არ შემოსულიყვნენ, ეგ აღწერილი გვაქვს ამ ვიდეოში, ამასაც გამოვიტანთ და პარალელურად ნათქვამია ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ეს წელიწად ნახევრის წინ, რომ გრენლანდიის მიმართ გაჩენილი ინტერესი და იქ სვალბარდზე კიდე ცალკე გვაქვს, სვალბარდის კუნძულზე და იქ რა ხდება მაგაზე ცალკე გვაქვს და შედარებული ქონდა სვალბარდში არსებული რუსეთის საკონსულო ნუკში, გრენლანდიის დედაქალაქში გახსნილ ამერიკის საელჩოსთან. ტრამპმა გახსნა რა ეს საელჩო პირველი ვადის დროს. და მაშინ მქონდა ესეთი რამე ნათქვამი, რომ გრენლანდიაში რამდენიმე სტრატეგიული ინტერესი აქვს ამერიკას, ხო? და არა მარტო ამერიკას, ყველა დიდ ზალას, ამ გეოპოლიტიკურ ზალებს. პირველი ეს არის ბუნებრივი რესურსები, ბუნებრივი აირი, ნავთობი, მეორე კრიტიკული მინერალები და მესამე ეს არის ახალი სავაჭრო გზა არქტიკის დერეფანი, ესე დავარქვათ, და ესე ქვია. რომელიც, ეს ყინულის მასა როდესაც ნება, ეს დერეფანი ნელ-ნელა იწყებს გამოთავისუფლებას და მათ ცალკე რბოლა მიდის როგორც ბირთვულ ყინულმჭრელების აშენებაზე. ეხა მაგარი თემა უნდა შემოვაგდო. ლირიკული გადახვევა. რაღაც კვლევას ვნახულობ და კითხვა მაქვს ყველასთან რა. სადაც ნაჩვენები იყო დღესდღეობით მსოფლიოში გემჩენებლობა რა მდგომარეობაშია და კონკრეტულად ორი კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენი აზრით აი ეს გლობალური გემჩენებლობის რა წილი მოდის ჩინეთს? პირველი ეს კითხვა მაქვს. 70. ბევრი თქვი ხა შენ. არა, ბევრი თქვი მეთქი და ბევრია ეგ. 50. 50 და ამერიკაზე რამდენი მოდის? აი ესაა მთავარი, ხა ის წინა კითხვა 15. შენ? გიო? 8, კაი 15, 8, რამდენი? 40.
0.1%. 0.1. 0.1 ბიჭო, ნახევარგემებს აშენებს თუ 0.1 რა. ნახევარგემებს რა, ის წილი რა, გლობალური იმის. გემჩენებლობა ამერიკაში საერთოდ არ არსებობს და ამ კვლევას რომ ნახულობდი რომ ეცნო ყველაზე მეტი კი მე მგონი მეტი სხვას არავის ბირთვული ყილუმჭრელი არ ყავს. რუსეთის გარდა? თუ ყავს? არა, ყავს. ამერიკას ყავს, ან გვახსოვს მაშინ ნახულობდით ყავს. თავი თავარი რა არის რომ ტრამპის სპიჩი გაიხსენეთ მოხსენება სიტყვა ინაუგურაციის. მათ თქვა რომ გემჩენებლობა უნდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იყოს და საერთოდ კომისია უნდა შეიქმნასო ცალკეო, რომელიც აი ამ თემებს განაგებს რა და კურირებს. მაშინ დავინტერესდი რომ მეთქი რა ხდება ამ გემჩენებლობაზე სრულიად შოკის მომგვრელი იყო ეს ინფორმაცია რა და ეს კიდე ერთ-ერთი სიმპტომია რომელიც აჩვენებს აი ზალთა ბალანსი როგორ არის შეცვლილი და ეხლა როცა საუბარი მიდის რეინდუსტრიალიზაციაზე ვიღაცებს გონიათ რომ ეს პროცესი მოხდება რამდენიმე წელში და 5 წელში შეიძლება ეს არის შეუძლებელი ყველა სფეროში როგორც მიკროჩიპები რა თქმა უნდა როგორც მიკროჩიპების ასევე განახლებადი ენერგიის და მით უმეტეს მძიმე ინდუსტრია რასაც ქვია გემჩენებლობის აღორძინება ეხლა ხელახლა ამერიკაში რასაც რა თქმა უნდა შეიცდებიან და უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა სხვათა შორის ძალიან ბევრი რამე კეთდება ეს სხვა თემა ეს არ არის ის პროცესი რომელიც 5 წელში მოხდება და თუნდაც 10 წელში და იმ ხელა შედარებით უპირატესობა აქვს ამ მომენტში ჩინეთს მოპოვებული თელ დანარჩენ მსოფლიოზე, ანუ მსოფლიოში წარმოებული გემების ნახევარი კომერციული და სამხედრო მოდის ჩინეთს. ამ მომენტში. რაც, ერთ-ერთი მარტივი იმპროვიზაცია იმისა, როგორ ახალ სამყაროში ვცხოვრობთ. გამოვტოვეთ უკრაინაზე შევეხეთ უცებ და მე გამოვტოვეთ, იმიტომ რომ უკრაინაზე პროსტ არ გვისაუბრე, შენ ძალიან სწორად აღნიშნე, რომ უკრაინაზე ბევრი საუბრობდა უკვე, მაგრამ ჩვენ რა გავაკეთეთ აი ამ მიმართულებით, ეგ არის საინტერესო, რომ როცა უკრაინის ომი დაიწყო, მაშინ ტაბუდადებული იყო გარკვეული თემების კრიტიკა. მათ შორის ტაბუდადებული იყო საუბარი გეოპოლიტიკურ კონტექსტზე და რას გულისხმობ რომ შენ სადმე თუ გახვიდოდ და იტყოდი ან დაწერდი რომ დაუშვათ უკრაინის კონფლიქტი უბრალოდ არ მომხდარა ხო უბრალოდ არ მომხდარა და აი ეს ეგრეთ წოდებული არაპროვოცირებული ომის ნარატივი არის სრული იდიოტობა და რეალურად ეს ომი არის ზუსტადაც რომ პროვოცირებული ომი და მთავარი ფაქტორი იყო ნატოს გაფართოება ეხლა ყოველ ჯერზე მე მგონი ახალი ამერიკელი ვიღაც ხა უკვე ტრამპის წარმომადგენლები ამ ჩვეობათ ამბობენ რომ ყველა ვიტკოფმა თქვა ეხა კიდე ტაკერ კალსონთან 2-3 დღის წინ ქონდა ინტერვიუ სუჟორს ეგ ინტერვიუ ცალკე განხილვის ღირსია და რა ცუდია რომ რესურსი არ გვაქვს რომ ამ ბევრი რამე გავაკეთოთ რა ხო და მაშინ თქვით ჩვენ ეგ რომ არაპროვოცირებული ომის ეს ნარატივი არის მოსაკლავი და რეალურად ამ ომს აქვს ძალიან დიდი პრეისტორია და ნატოს გაფართოება გარეშე ამ თემის გაგება უბრალოდ შეუძლებელია. ეს ხო პირველი თემა, რასაც გარკვევით ვამბობდით. მერე ჩვენ გვაქვს ცალკე ვიდეო მომზადებული, თუ გახსოვთ, კონკრეტულად ვინ დიდრდება ამ ომით, უკრაინაში ძალიან ძველი ვიდეო, აი დრო დავიწყეთ, მაშინ გავაკეთეთ. უკრაინა-რუსეთის ომით. ვინ დიდრდება ყველაზე მეტად? და მაშინ გვაქვს საერთოდ სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსის მოგებაზე საუბარი ამერიკის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსზე რა. ეგეც ერთგვარი სიახლე იყო, იმიტომ რომ ეხა არ იყო ეგანზომილება შემოტანილი და კიდე რაც მნიშვნელოვანია ანუ ერთი რაც იყო დაბლოკილი ფაქტიურად ხო ძალიან თან ვერ ამბობდნენ იმასაც რომ როლი არ ქონდა მაგრამ ამერიკის როლი იყო თითქოს მიჩქმეული ანუ ეხმარება უბრალოდ ჯიგრებს რა და ანუ მე მგონი რომ აი არ ვიცი რამდენად მტკივნეული თემაა ეხა ჩვენი მსმენელისთვის ეს იმიტომ რომ ახლა მოხდა აი სუჯას ოპერაციაზე გამოჩნდა ყველაზე მეტად თურმე რამხელა დახმარება არის თუნდაც ის სადაზვერვო ინფორმაცია ხო? სწორი ხარ. რომ ანუ გაზის მილში შეძვრა 800-მდე რუსი სპეცნაზელი და ზურგში აღმოჩნდნენ უცებ ხო? და ეს როდის ხდება ხო? ერთი დღით ადრე უკეტავს სადაზვერვო ინფორმაციას და მეორე მესამე შერასაც ყვები მაგაზე პატრიკ ლანკასტერს. ეს ხო იქ არის ომის რესპონდენტია, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სანდო წყარო არის, რომელიც ჩვენთან რო პუტინისტი ეძახე ეს. ჩვენთან რო ჩამოსული პუტინისტი რო აი მე რანაირი ხალხი ვართ, პუტინისტი რო ეძახეს ხო. იქ არის რა, კურსკში იყო და ამ მომენტებს უშუალოდ პროცესებს აშუქებდა ყველაზე უკეთ. და ეგ აქვს უბრალოდ ერთ-ერთი ბლოგი მაგაზე აქვს რა. ხო აი სადაზვერვო ომზე რა, ანუ რა დონეზეა ჩამოკიდებული, აი მაგაზე რომ ვიმსჯელოთ, ეხლა რა დონეზე არის ჩამოკიდებული რეალურად შეერთებულ შტატებზე, ხო? ანუ რისი თქმა მინდა, რომ ერთის მხრივ რომ კი ბატონო, ყველა ამბობდა რომ უკრაინა იგებს და იმარჯვებს და აბა მიდით ბიჭებო და თან ვერ ამბობდნენ რომ ამერიკა არაფერს არ შევა, მაგრამ იმის თქმაც არ უნდათ რომ ამერიკის გარეშე უკრაინა არაფერი არ იქნებოდა, ხო?
რაც კიდე ერთხელ ტრამპმა ეხა ისევ რომ დაუბრუნდეთ თეთრი სახლის იმ ოვალური კაბინეტის შეხვედრას, ტრამპი პირდაპირ ეუბნება, რომ მე შეგქმენიო მაგარ ბიჭათო, ხო? შენ გარეშე შენ არ იქნებოდი არაფერი. და მინდა რომ აი ზოგადად მაგაზეც ჩაწერილი გვაქვს სხვათა შორის სადაზვერო ქსელს და მაგაზეც დავწინოთ. კარგი ვიდეოა ეგ ძალიან 5 თვალზე. ეს არის ანგლოფონური ქვეყნების სადაზვერო ქსელი, რომელშიც სხვა ვერ შედის, საფრანგეთიც ვერ შედის, გერმანია, ნუ ალბათ იმიტომ ვერ შედის, რომ ჯერ კიდე გაყოფილი იყო, როცა ეს ნაცისტებად აღიქმებოდნენ, ხო? მაშინ ну საფრანგეთი ვერ შედის, ვერ შედიან მოამრავი ქვეყნები. 5 ანგლოფონური ქვეყანაა, ანუ შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. აი ამ 5 ტერიტორიიდან იმართება რეალურად მთლიანი დაზვერვა მთელი მსოფლიოსი. ხო, აქეთ მხარე აკონტროლებს ჩინეთს, ჩინეთის მხარეს, აკონტროლებენ რუსეთის ნახევარს და იქით მხარე აკონტროლებს დანარჩენ ევროპას და რუსეთის აქეთა ნახევარს. და ამაზეც ვიდეო რო ჩავწერეთ, ესაც რაღაც შეთქმულების თეორია იყო, რომ არ არსებობს ახლა ეგეთი რამე, რომ 5 ქვეყანა შეთანხმდა რაღაც და ჩაწერა გვინდოდა მე 9 თვალით 9 თვალი აღარ 9 თვალით ჩავწერეთ. ანუ მე ეს 5 ქვეყანა იშლება იმატებს 4 ქვეყანას, რომელსაც ვდომა არ აქვს ამ 5 ქვეყნის ინფორმაციაზე, მაგრამ ყველა თავის ინფორმაციას აწვდიან. და მე კიდე 15 თვალზე ნაწილდება, მოკლედ აი დაზვერვის ქსელი როგორ მუშაობს? მართლა გავს არა და შეთქმულების თეორიას თუ არ გინდა რომ დაიჯერო, იმიტომ რომ რაღაცა სიგიჟია და თან ახლა ხო იცი ჩვენების ისა რომ შენ ვინ ჩაგახედა მაგაში, ხო წეგა მანთხარ. ეგ მაგარი. თავი რომ დაახალე რომ იკვლიე რაღაცეები WikiLeaks-ის, короче, რომ ამოყარე ყველაფერი და კითხულობ გიჟივით ეგ არაფერი. ბიჭო, ის უკრაინაზე ერთი ის გამოგჩა კიდე მნიშვნელოვანი ძალიან რომ ჩვენ ხო ისიც ვქვით რეალურად, რომ ეს ომი იყო გამოფიტვაზე ორიენტირებული ომი. ხალხი რო საუბრობდა ჯერ ბლიცკრიგი ხო ჩავარდა, რა თქმა უნდა, რუსეთის დასაძ და ნუ რაღაც სხვადასხვა მოუდინები არსებობდა. მე არსებობდა მოუდინი უკვე კონტრშეტევა რო დაიწყო, რომ უკრაინა რაღაც კონტრშეტევას წარმატებით დაასრულა. ყოველთვის ყოველ ჯერზე აი ეს ფლუქტუაცია რომ მიდიოდა, ყოველ ჯერზე ვამბობდით, რომ ეს არის გამოფიტვაზე ორიენტირებული ომი და ამ ომში მოიგებს გამოფიტვაზე ორიენტირებულ ომში ის ქვეყანა, რომელიც ავითარებს წარმოებას და რომელსაც აქვს ძლიერი სამხედრო ინდუსტრია და დამოუკიდებელი და თვითკმარი. იყო თუ არა ეს? ეხლაც მეტი ხალხი ყავს და მეტი იარაღი. რა თქმა უნდა, მე ისა საარტილერიო ჭურვი, მეტი ცალკე შეიარაღება და მეტი საბრძოლო ისა ფიზიკური ძალა. ჩვენ გადავედით ახლა ევროპაზე. ფაქტიურად როცა შევეხებით სამხედრო ინდუსტრიებს, აი რაღაცნაირად ამოხტა ევროპის ეხლანდელი ევროპის რეალობა არის ფაქტიურად თმობენ, ესე გამოდის, ხო? თმობენ იმ ლამაზ ზღაპრებს, რის გამოც ევროპა ძალიან მოწონს როგორც ქართველს, ისე დანარჩენ საზოგადოებას, ეს არის სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო, თმობენ თავისი ნებით კი არა უწევთ. ანუ არჩევანის წინაშე დგანან სამხედრო ინდუსტრია დააფინანსონ და ჯარი ყავდეთ, იმიტომ რომ რუსეთი რატომ უნდა შეუწის, ანუ არასდროს რუსეთს არ უთქვია რომ ევროპას შეუტევდა და მე მგონი რაღაცნაირად ამერიკაც უკვე ამბობს რომ რუსეთი არ აპირებს შეტევაზე ამ შემთხვევაში, ხო? არა, თქმაზე არ არის მარტო თქმაზე არ არის და რიტორიკაზე, ანუ არანაირ ლოგიკაში და არანაირ გეოპოლიტიკურ აზრობაში არაფერში არ ჯდება. ერთადერთი ჯდება ვიღაცეების ინტერესებში, ხო? ანუ ვიღაცეების ინტერესებია. ეგ ჯდება იმათ ინტერესში, ვინცაც ეს ნარატივი აწყობს, რომ მოახდინონ მე რაღაცეების კონსოლიდაცია და ძალაუფლების შენარჩუნება და მათ შორის იმ პროგრამის და პროექტების გატანა და იმ ბიუჯეტების დამტკიცება, რაც უნდათ. რომელმაც უკვე ერთხელ უკვე წირა გერმანიის მთავრობა ჩამოეშალათ და დიდი ალბათობით ეს მთავრობა დამტკიცდება ახლა და აი ამაზე მინდა რომ ამ ბიუჯეტზე და იმაზე ვისაუბროთ. ეგ შემდეგი ნახე ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი თემები მომზადებული, ბევრი, მაგრამ შემდეგისთვის მინდა რომ მაგრად ცლად გავშალოთ, მათ შორის გერმანიის თემა. მაგრამ რახან წამოიწყე, მოკლედ რომ შევეხოთ, რა ხდება გერმანიაში. გერმანიაში ხდება არნახული რამ, რომ ესე იგი ბოლო თვეა მიდის საუბარი, დაახლოებით თვეა რემილიტარიზაციაზე. და მასშტაბი ნელ-ნელა იზრდება. თავიდან საუბარი იყო 500 მილიარდზე თავდაცვის ბიუჯეტზე. და იყო საუბარი რომ ამ თავდაცვის ბიუჯეტიდან ნაწილი გამოიყოფოდა ინფრასტრუქტურაზე, ნაწილი კრისტალიზებულად აი ამ შეიარაღებაზე და ნაწილი მწვანე ენერგიაზე. მწვანე ენერგიაზე რატო ეგ ძალიან საინტერესოა. ეს არის მთავრობა, ჯერ კიდევ ძველი მთავრობა, სადაც რა თქმა უნდა AfD არ არის შესული და ასევე მემარცხენე პარტიები არიან მოგზაურობულად უფრო წარმოდგენილი რა.
შესაბამისად ეს არის მომენტი, როდესაც შეუძლიათ მე მარცხენა პარტია განუმარტოთ ამ შემთხვევაში, თორე არა. ლინკეც ჩვეულებრივი ნეოლიბერალი გახდა. უკვე ხო, მაგრამ ძველი ისტორიული მაგრამ აი ხა მემარცხენეებსაც რო კითხო ხო. ეგრე მწვანეების მემარცხენეები არიან, მაგრამ ეხლა სიგიჟე რაში მდგომარეობს, რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მერცი მანამ სანამ დაიკავებდა თავის ოფიციალურ პოზიციას თანამდებობას და დააკომპლექტებდა თავი და მთავრობას, რომ ესეთი რამე მოხდებოდა რას გულისხმობ. საჭირო იყო უმრავლესობის მოპოვება. ეს ერთი კონსერვატორები, მეორე აქეთ არიან სოცდეკები და ეხლა შოლცის პარტიას რომ მიიმხრობდა, მათ მარტივია, მაგრამ მწვანეების ჩართვა, აი ეგრეთ წოდებული მემარცხენე მწვანეების ჩართვა მილიტარიზაციის ამ საყოველთაო გეგმაში, ეს რაღაც მხრივ ვიღაცების ჩემთვისაც კი ცოტა ისეთი იყო და რა გაუკეთეს რა. უბრალოდ 100 მილიარდიანი პაკეტი ჩაუდეს ვითომ, რომ აი ეს რომ ინტელექტუალური და მორალური გამართლება ქონდეთ, რომ მწვანე ენერგიაზე ამას თავის ამორჩევოდნენ, თორე რეალურად შეუულებრად ომზე თანხმობა განაცხადა და ესე იგი დღეს დამტკიცდა. პირველი ეტაპი იყო, რომ ბუნდესტაგში განიხილეს. ბუნდესტაგში უმრავლესობა მოიპოვეს, ამ სამივე პარტიამ ალიანსი შეკრა და ამტკიცეს და დღეს დაიდო უკვე დეტალურად ბიუჯეტი როგორ არის ჩაშლილი. ესე იგი 500 მილიარდია გამოყოფილი თავდაცვაზე, შეიარაღებაზე, ცალკე 500 მილიარდია გამოყოფილი ინფრასტრუქტურაზე და 100 მილიარდია გამოყოფილი ამ მწვანეებისთვის რო გააჩუმონ განახლებად ენერგიებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რა არის? გარდა იმისა, რომ ტრილიონ 100 მილიარდის გეგმა შემუშავებული, ვადები არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო აქვს, რა ვადებში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა. ეს ხომ თავიდან ბოლომდე ვალით არის დაფინანსებული. და კიდე იქ არის დეტალები, რაც ეხა არ გვინდა, რომ აი ეს კეპი მოიხსნა რა, ანუ კონსტიტუციაში იყო ჩადებული, რომ არ შეიძლებოდა ამ ხელა თანხების ხარჯვა. ხო, ვალის ჭერი რაც არის, აი ეს ლიმიტი რაც იყო, ეგ გაუქმდა, ასე რომ მომავალში გერმანია შეუძლია ნებისმიერ რაოდენობის თანხა დახარჯოს შეიარაღებაზე თავდაცვაზე. ეგ როგორ დამთავრდა 30-იანებში, ხო არ ახსოვს შემთხვევით. ხო, ეგეთ პირი უჩას. ხო და რა გააკეთეს ეხა? ჩანაწერი აქვს ესეთი გაკეთებული, რომ 12 წელზე არის გადანაწილებული ინფრასტრუქტურაზე ეს 500 მილიარდი. მაგრამ მეორე 500 მილიარდი რაც თავდაცვაზეა და შეიარაღებაზე, ეს არის 3 წელს. ანუ 3 წელში იმ 500 მილიარდს რო დახარჯავ, მე კიდე ახალი 500 მილიარდი და ესე გაგრძელდება. ანუ გაცილებით, ეხა ხო არ წარმოდგა რემილიტარიზაცია მიდის. რემილიტარიზაცია კი არ მიდის, სასწაული ხდება. ეს არის ასტრონომიულ თანხებზეა საუბარი, რაც კიდევ და კიდევ უფრო გაიზრდება. აი ეს არის ჩადებული ამ რეფორმაში, რომ ეს თანხები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება რა. და მაშინ ისე ვთქვათ რა, შეჯამების სახით ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ევროპის ყველა მთავარი ქვეყანა არის აი ამ პროცესში ჩართული. ისე არ წარმოვიდგენთ, რომ ეს გერმანია არის განყენებული მაგალითად. მთელი ევროპა არის. მაგრამ ამ ფონზე ძალიან გამიგზელდა საუბარი, მაგრამ არსებობს შიდა დაპირისპირებებიც, რაზეც შეგვიძლია მოგვიანებით ვილაპარაკოთ ან შემდეგ პოდკასტში, თორე ეს არ არის, რომ დავუშვათ ყველა ომისთვის ყიჟინა მთელ ევროპაში არის ძალები, რომელიც ამს ეწინააღმდეგებიან და სხვათა შორის არა მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი. სხვა ძალებიც არსებობს. კი ბატონო და ამ შემთხვევაში მოდი გადმოვიწიოთ ცოტა ჩვენსკენ. ჩვენ ასევე ვიდეოები გქონდა ღაზაზე, ისრაელზე, ირანზე და მე არ გულისხმობ აი ეს კი ჰუმანური მოტივებითაც გქონდა რაც ხდებოდა ის რო არ მოგწონდა, მაგრამ როგორც წესი ეს რაღაცებს ძალიან ესეთ განხილვას ვერ იდებით ხოლმე. ხო, მორალური ჭრილიდან განხილვას ყველაფერი ინტერესია და ამ შემთხვევაში მე მგონი ერთადერთი ვიყავით, ვინც ღაზაში არსებული რესურსები ვახსენეთ. მე მგონი სხვას არავის არ უხსენებია. ხო, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ არ გავუკეთებ, ეს ბოლოს რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ როგორც. ხო, მაგრამ ეხლაც არავის არ უხსენებია. ეხლაც არავის არ ნახსენები. ანუ ერთადერთი რასაც ამბობდნენ, რომ აი რივიერა. რას გაგახსენებ ეხლა? ლინცი გრეხემა ადრე სუპირველად უკრაინული მინერალების თემა რო ახსენა, მაშინ ჩვენთან არ ტრიალებდა ეგ თემა, რატო არ ტრიალებდა? იმიტომ რომ ეხლა მედიებმა, ოფიციალურმა მედიებმა აითვისეს რა თქმა უნდა X-ის და ჯერი არ არის დაპოსტილი არ არის უკვე ესენი რომ ამათ რო გადმოგდა თარგმნიან. მაგრამ იმ პერიოდში ესე არ იყო. და ლინცი გრეხემა მაშინ რომ პირველად ისაუბრა უკრაინის კრიტიკულ მინერალებზე, მაშინ ჩვენ გავაკეთეთ ეს. ზუსტად ეხაც ეგეთი რაღაც ტრილიონი თემა, ხო? ხო, აი 13 ტრილიონზე რო საუბრობდა მაშინ, ხო, არ მახსოვს სად იყო ჩართო CNN-ზე იყო რა მნიშვნელობა. ზუსტად ეს ხდება ეხაც რა. გავა დრო და აუცილებლად გამოჩნდება, რომ ღაზა არ არის მხოლოდ ტერიტორია, არ არის მხოლოდ ის რაღაცა გეოპოლიტიკური ინტერესები, ასევე არის ბუნებრივი რესურსები, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით არის სანაპიროზე. კი ბატონო და ეს გონდა ნავთობს კულტურა. ხო, ანუ ეხლა კიდე ახლიდან დაიწყო საერთოდ ამ ღაზას კონფლიქტის გააქტიურება, რომელიც რა თქმა უნდა ისევ ძალიან ძიმე იქნება და მინდა შევეხოთ აი
ჰუსიტების საკითხი, ანუ მე სიმართლედ არ ვიცი ჰუსიტების ამბავი რა ხდება და მინდა რომ აი ამაზე მოგვიყვანო. როგორ არის ის მოდი ჯერ კიდე ერთხელ ახსენოთ რომ ახლო აღმოსავლეთში ჩვენ მუშაობა რომ დავიწყეთ მაშინ გავაკეთეთ ჯერ ორი ყველაზე მთავარი თემა რაც უნდა გაკეთეთ ეს არის ავღანეთში რა ხდებოდა და ირაყში ეს ორი ინტერვენცია გვაქვს გაკეთებული ცალკე ვიდეოდ მერე ჩვენ გვაქვს გაკეთებული საერთოდ ეს ბოლო პერიოდში როცა მოხდა ასადის რეჟიმის დამხობა მაშინ გვაქვს ცელი ვიდეო YouTube-ზე მომზადებული ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეგ ვიდეო არის ძალიან მნიშვნელოვანი მაშინ ჩვენ ვამბობთ ესეთ რამეს რომ აღწერილი გვაქვს საერთოდ რა ძალები იყვნენ ჩართული კონტექსტი გვაქვს აღწერილი. ეხლა კონტექსტზე რო ვისაუბროთ, იმ ვიდეოში კიდე არ არის გაშლილი იმის მიუხედავად, რომ 15-20 წუთიანი ვიდეო არ არის გაშლილი. ძალიან დიდი კონტექსტი ქონდა ის უბრალოდ ასადის გადატრიალება, ესე არ მომხდარა. ეს იყო იმ პოლიტიკის ნაწილი, საგარეო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 90-იანი წლები და მოყოლებული ყალიბდებოდა. მაინც მივიწევ იქით მოკლედ ვიტყვი როგორც აღმოსავლეთ ევროპაში და უკრაინის თემაში როგორც ყალიბდებოდა ეს არ უნდა ნატოს გაფართოება ასევე იყო გარკვეული სტრატეგია რომელიც იყო ახლო აღმოსავლეთზე მორგებული რაც გულისხმობდა 5 წელში 7 რეჟიმის დემონტაჟს და იქ გვაქვს ირანთან მიახლოების მიზნით და იქ გვაქვს აღწერილი და გადმოცემული ძალიან ლაკონურად რომ თავარია ამ გიგმაში არის რომ აი ეს სხვადასხვა ქვეყნებში დესტაბილიზაცია რომ მოხდება საბოლოოდ უნდა მოხდეს ირანთან დაპირისპირება და სირიის აი ეს კიდე კარგად გვაქვს ჩართული ტიმბერ სიკამორი ეს იყო ობამას აი ეს ობამა ხო იყო ნობელის პრემიის რა შვიდობა კაცო ტიმბერ სიკამორი ანუ რეჟიმის გადატრიალება სირიაში ოპერაცია დაწყებულია ობამას მმართველობის პერიოდში CIA-ის ხელით რომელიც რამდენიმე წელში გამოაშკარავდა და WikiLeaks-მა გამოფინა ეს ინფორმაცია ეხა ყველა მიცის ეს ყველაფერი ხო ეგ გვაქვს კარგად გაშლილი კიდე ეგ თემა და გარდა ამისა აი რაც შენ თქვი რა ჩვენ რამდენიმე კი არა ბლომად ვიდეო გვაქვს მომზადებული ძალთა ბალანსი რეგიონში როგორია ანუ წინააღმდეგობის ღერძზე აი პროქსი ძალებზე ირანის პროქსი ძალებზე ვინ ყავს კონკრეტულად ერაყში რა ძალები ყავს ჰეზბოლას ამბავზე და რა რესურსები აქვს ჰამას რა რესურსები ქონდა და ასევე გვაქვს იემენზე ერთი ვიდეო გვაქვს ცალკე სანამ გააგრძელებ მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ჩვენს მეგობარზე უთხრათ შოთა თხელიძეზე რომ დიდი ვეზირი აქვს ესეთი და განიხილავს ხოლმე ახლო აღმოსავლეთს და მივეხმაროთ ბიჭს გამოიწერეთ ხოლმე ხარისხით ეხა ვერ დაიგვეხრის, მაგრამ შინაარსი ძალიან კაი აქვს. მართლა. და იმედია ხარისხსაც თქვენი დახმარებით გამოასწორებს. შვენიერი ჩანართი იყო და ნუ გავაგრძელოთ თემა რომ ჩვენ მქონდა ერთი ცალკე ვიდეო ძალთა ბალანსი სადაც იყო ირანის მთელი პროქსი ქსელი როგორ მუშაობდა გაშლილი და ასევე ისრაელის და ამერიკის მეორე ალიანსი როგორ მუშაობდა და როგორ იყო ძალთა ბალანსი როგორც სამხედრო ასევე სხვა განზომილებები და მანდვე გვაქვს იემენის თემა ნახსენები და მნიშვნელობა იემენი ხო არ არის განყენებული საკითხი ესე იგი იემენი არის მნიშვნელოვანი იმდენად რამდენადაც უნდა გვესმოდეს ჰუთების იგივე ჰუსიტების მნიშვნელობა იემენში სამოქალაქო ომის შემდეგ ნუ ჩვენ ვიცით რომ იქ მოხდა განხეთქილება საუდის არაბეთი და ამერიკა 7 წლის მანძილზე ბომბავდა იემენს მაგრამ იმის ნაცვლად აი ეს არის საინტერესო იმის ნაცვლად რომ ჰუსიტები განადგურებულიყვნენ გაძლიერდნენ და ეხლა აქვთ ნუ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე კონტროლი და როცა ღაზაში დაიწყო ის პროცესები რაც დაიწყო 7 ოქტომბერს ამის შემდეგ ჰუსიტებმა დაიწყეს წითელი ზღვის და ბაბ-ელ-მანდების სრუტის ბლოკადა მიზანი იყო რა ძალიან მარტივი კაცო ითხოვდნენ ესეთ რამეს რომ ღაზაში შეჩერდეს სახმელეთო ოპერაცია და გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი როგორც ფილადელფიის დერეფანი კი ასევე აი ეგვიპტის ყველაფერი გაიხსნას რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს მარტივი მოთხოვნა იყო და როდესაც ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რა თქმა უნდა, ჰუსიტებმა დაიწყეს თავდასხმა ისრაელის და ამერიკის ტრანზიტებზე და ამის შედეგად აი ეს დერეფანი, რომელიც საოჯრო დერეფანი, რომელიც გადიოდა წითელ ზღვაში, ხო, ბაბ-ელ-მანდების სრუტით, გახდა აღმოჩნდა ძალიან დიდი რისკის ქვეშ. და მთლიანად სავაჭრო ეს გლობალური ვაჭრობის ქსელი რეკონფიგურაცია მოხდა. და შემუშავდა ახალი მარშრუტი, რომელიც მთლიანად აფრიკას უვლიდა გარშემო, სამხრეთ აფრიკა და შემდეგ უვლიდა უკვე მიდიოდა ევროპაში. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებული იყო და დაახლოებით 7-8 დღით მარშრუტი გაიზარდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო ისრაელის და ამერიკის ტრანზიტებისთვის, ხო? ამდენად ჰუსიტების ჩართვას გლობალურ ვაჭრობაზე ქონდა ფუნდამენტური მნიშვნელობა. და ასევე თუ გაიხსენებ ეს რა მომენტში ხდება, ესე იგი უკრაინის ომია
იქ მაღლა პრობლემა შეიქმნა ჩრდილოეთის დერეფანზე, რაც რუსეთზე გადის, ასევე სამხრეთის საზღვაო დერეფანზე პრობლემა შეიქმნა და ამ დროს ჩდება ის თემა, რაზეც ჩვენ ვიყავ პირველები, ვინც ყველაზე მართლა კაი ვიდეოა, შუა დერეფნის ვიდეო და გავარდნილი ვიდეოა და Facebook-ზეც და TikTok-ზეც რა მომწონს ეგ ვიდეო. საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი დღეს არნახულ კონკურენციაში ვართ შუა დერეფნის პროექტში ჩასართავად. შუა დერეფანზე არ იყო წესიერი ვიდეო მომზადებული. აი გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე და ეს დერეფნების შედარებითი ანალიზი არ არსებობდა. ჩვენ გვაქვს გაკეთებული დეტალურად, აი ჩრდილოეთ დერეფანი რა არის, სიგრძეში რამდენია, გადაზიდვას რამდენი უნდა, რა პლუსები აქვს, რა მინუსები აქვს, გეოპოლიტიკური შუა დერეფნის მომხიბლელობა რამ გამოიწვია და ის სამხრეთ იმაზე. აქ გვაქვს ნათქვამი, რომ შუა დერეფანის მთელი მომხიბლელობა არა მარტო იმაშია, რომ ყველაზე მოკლე მარშრუტია. ყველაზე მოკლე მარშრუტია და ასევე მოკლესთან ერთად ხანგრძლივობა ყველაზე ნაკლებია გადაზიდვის, არამედ უსაფრთხო. ერთადერთი მარშრუტი დარჩა, აი ამ სავაჭრო დერეფნებში, რომელიც უსაფრთხოა. ჯერჯერობით. და ეს იყო, აქ უკვე საქართველოს როლის წარმოდგენა, როგორ შეიძლებოდა ეს შუა დერეფანში საქართველოს თავის გეოპოლიტიკური ნიშა დაეკავებინა, ამაზე დავიწყეთ საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, იმიტომ რომ საქართველოს არ მიიჩნევა ხოლმე აი ამ პროცესების ნაწილად და ჩვენ ვამბობთ, ჩვენი მთელი მოღვაწეობა მაგას ეთმობა, რომ ეს მთელი მოვლენები შენთან რეზონანსულად მოდის, ასე თუ ისე შენზე ყოველთვის აისახება და ის ინტერესები არსებობს შენ რეგიონში და უფრო იზრდება. ეს დაგვანახა და მაგალითად გვაქვს ვიდეო მომზადებული ორ ნაწილად, ყარაბაღის ომმა, რომელმაც ბევრის აზრით უბრალოდ ტერიტორიული საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ ჩვენ არა, ჩვენ თქვით მაშინ გახსოვთ პინაკაზე რა ამბავი ატყდა ინდუეთის იმაზე რომ თქვით. მაშინ პირველები ვიყავით, ვინც თქვით სომხეთში შეიარაღება საიდან შედის. და ინდუეთის მაგალითი ქონდა მოყვალინი, საფრანგეთის მაგალითი ქონდა მოყვალინი და ეს პინაკას სარაკეტო სისტემა ვთქვით და მაშინ გადაობდა ხალხი რა არის რა არის. და ახსენით რომ ახალი ინტერესები გაჩნდა რეგიონში. როგორც შემოდის ჩინეთი, ასევე შემოდის ინდუეთი, ირანი და თურქეთი გააქტიურებულია, ანუ მარტო რუსეთი აღარ არის ფაქტორი. მთელი და რა თქმა უნდა დასავლეთი, ხო? ეგ ვიდეოებიც გვაქვს, ეგ ორი ნაწილი და ამ დროს დავიწყეთ საუბარი, აი ამასაც დავამატებ მხოლოდ საქართველოს სხვა პროექტებზე, სხვა მეგა პროექტებზე, რომელიც არ არის უბრალოდ ეკონომიკური პროექტები, დავუშვათ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. მას აქვს ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური განზომილება და დატვირთვა. საუბარი დავიწყეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციაზე და გაფართოებაზე. ესეც ახსენით, რომ ნაწილი იყო ამ შუა დერეფნის და ეს შუა დერეფანი კიდე თავისთავად ნაწილია ამ ერთი სარტყელი ერთი გზის, ანუ აი ეს ჩაშლა ხდება, ხო, პაზლი ხდება. და ამ ყველაფერზე საუბრობდით, იმიტომ რომ ეს საქართველოს ჩვენი ნიშა გვაქვს საპოვნელი და სულ ვცდილობდით, რომ ბევრჯერ გვაქვს ვიდეოში ნახსენები, რომ ამ ახალ რეალობაში საქართველოს თავისი ადგილი უნდა იპოვოს და ადგილი როგორ უნდა იპოვოს, უნდა შეიმუშაოს შენი ახალი ხედვები, როგორც საგარეო პოლიტიკაზე, ასევე შიდა პოლიტიკაზე და საერთოდ გადასახედია ბევრი რამ. აი ეგ მინდოდა უკვე დასასრულისკენ წავიდეთ, თორე ძალიან გაგვიგრძელდა, ხო და მინდა რომ საბოლოო ჯამში აი ჩვენი ამ შემთხვევაში ფუკოს დანიშნულება კიდე ერთხელ რომ და უკვე ახსენე, ხო? რომ ჩვენი გულისტკივრი ამ შემთხვევაში იყო, რომ თითქოს აი ესეთი რაღაცა უიალქნო ნავივით ვიყავით ზღვაში შეცურებული, ხო? ესეთი დაბეჭდილება იყო დარჩენი და უნდა აერჩია საქართველოს საითმე მე არ ვამბობ ხარი უნდა აერჩიო მაინც და მაინც არ უნდა დააბალანსო რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ უნდა იცოდე შენი ინტერესები რა არის. და ამის მიხედვით უნდა აერჩიო ვისთან როგორ, ანუ იქ ჩინეთთან რა ურთიერთობა გაქვს, რუსეთთან რა ურთიერთობა გაქვს, ირანთან რა ურთიერთობა, ეს დიდი ქვეყნებია შენს გარშემო, ხო? და არ უნდა ვიყოთ ჩაკეტი, არ უნდა ვიყოთ დაკომპლექსებული, მოკლედ იმით, რომ რაღაცა მოხდა 100 წლის წინ, ან 35 წლის წინ, ან 10 წლის წინ, ხო? ყველაფერი იცვლება, ჩვენი ინტერესებით იცვლება ამ შემთხვევაში და უნდა შეგვეძლოს ამ საკითხებზე საუბარი, მინიმუმ საუბარი ერთმანეთში. არ უნდა ვიყოთ, რომ აი ჩვენ თუ ვახსენეთ ახლა რომ მაგალითად 3+3 ფორმატზეც გვაქვს ჩაწერილი, ხო? მადმინდოდა მაგაზე მინდოდა საუბარი. თუნდაც არა, ხო, გააგრძელე 3+3-ზე, ანუ ამას რომ ვახსენებთ, ვიღაცამ არ უნდა თქვას, რომ აი მე მოღალატესთან მაქვს საუბარი რა. 3+3 ჯერ საერთოდ ცალკე დიდი თემაა, მოდი ხა ცოტა შეკვეცილო ვთქვათ. ყოველთვის გქონეთ რუსეთის პროექტი. ჯერ კიდევ რუსეთის პროექტი არა, ეს ფორმატი არის თურქეთის ინიცირებული. და რაღაც გაურკვეველი მიზეზებით, რომ აი ტერიტორიული დავა თუ გაქვს რუსეთთან, შენ ამ მოლაპარაკებებში ამ პლატფორმაში მონაწილეობა არ უნდა მიიღო. ანუ მაშინ სომხეთმა და აზერბაიჯანმა არ უნდა მიიღოს, ხო? ანუ რაღაცა გაურკვეველი, აბსურდული. ჩვენ ვაუბრობთ ძალიან მარტივ რამეს. აი ესე მარტივად და ეს ვიდეო ამომიქიქე, სადაც 3+3-ის ფორმაზე დაატრიალეს, ძალიან კაი დაატრიალო. პირიქით.
კიდე ბევრგან დაატრიალეთ. იმიტომ რომ მარტივი ფორმულა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველა მსგავს პლატფორმაში და მოლაპარაკებაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. და უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიციები. ყოველთვის ყველგან. აი ეს არის ლოგიკური, იმიტომ რომ ანუ შენზე უეჭველი ხო საუბრობენ. რა თქმა უნდა. აი 3+3-ში ხედავ და საქართველოზე არ საუბრობენ. და ეხლა ჩვენ აი ისა რუსეთის ის და გავიბუტეთ რას? იბუტები სოლიდური მოთამაშე უნდა გახდე. უნდა გახდე ანგარიშგასაწევი ძალა მინიმუმ რეგიონში და ამისათვის გაბუტული ბავშვით კი არ უნდა იყო. უნდა მიხვიდე, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდე და შენი პოზიციები მკაფიოდ ჩამოაყალიბო. ამას ვემხრობთ ჩვენ. ისინი ემხრობიან გაბუტვა შეშინებას და რატომ? ეს მარტივი არ არის. მათ არ უნდათ რომ ეს დიალოგები შედგეს. მთელი არსი და მუღამი ამაშია რომ ამ დიალოგებით შეიძლება რაღაც პროცესები, სამშვიდობო პროცესები დაიძრას, ტერიტორიების დაბრუნების პროცესი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვიღაცებს ეს არ უნდათ. აი ეს უნდა გავათვითცნობიეროთ ჩვენ რომ დიალოგს გვიგზავნენ სხვადასხვა ძალებთან, იქ ჩინეთს არ უნდა ელაპარაკო, იქ ირანს არ უნდა ელაპარაკო, იქ შენ რეგიონში არ უნდა ელაპარაკო, თურმე აზერბაიჯანი ავტოკრატიულია ის რატო გიგზავნა? იმიტომ გიგზავნა რომ შენ აი ამ პოზიციონირებით, აი ამ პლატფორმებზე გამოჩენით, უფრო არის რატო აკრძალინებ? ხო, ეგ სხვა რამეა. ეგ არის აღარ უნდა მოხდეს ეგეთი რამე. ეგ კომპლექსები უნდა დავივიწყოთ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ძლიერი სახელმწიფო თუ შევდგეთ რეგიონში და ამისათვის გვჭირდება ყველა ფორმატში. იქნება შანხაის ფორმატი, თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატი, 3+3, ბრიქსი, არის თუნდაც გაერო ევროკავშირი, არ მნიშვნელობა, ყველგან მიდიხარ და შენ პოზიციას აფიქსირებ. მე ვარ ეს, ჩემი საგარეო პოლიტიკის ხედვა არის ეს და მე ვარ სუვერენული ქვეყანა. გინდა გაიგებ, არა, რაღაცებზე მოგელაპარაკები, რაღაცებზე არა, გააჩნია ჩემი ეროვნული ინტერესებს. აი, ამას ეს რო არ გისმის. აუ, რა სტატიები დაიდო, იცი ამ 3+3-ზე. არც მინდა სირცხვილი არის, რომ თურმე მე იმიტომ დავინიშნე იმ თავმდეობაზე, რომ გათვლა არსებობს, რომ მე 3+3-ის ფორმატი შემომაქვს და ჩვენ აი პრეზიდენტთან ერთად ხარს რა სიგიჟეებში გადადეთ. გარუსების გენიალური ჭანჭიკი კი არ ვარ, კაცო, ეგ არის ჩემი ხედვები, პერსონალური ხედვები, რაზეც საუბარი მქონდა მარტო ამ თემით დაინტერესებულ ტიპებთან და ყოველთვის ჩემ წლებია ვაფიქსირებ ამას, ხო? რომ ეს არის ჩემთვის აი 2x2. რომ შენ ამ ფორმატებში ყველა ფორმატში რომ მონაწილეობას იღებ და პოზიციონირები ღირსეულად, ეს არის 2x2 და ვინც ამას გიგზავნავს, მე ვამბობ ესე ძალიან მარტივ რამეს, რომ იმას აქვს გარკვეული ინტერესები, რომელიც არ არის კონსტრუქციული ინტერესები და რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მურჩა. ბოლოსკენ მინდა რომ ჩვენზე უფრო მნიშვნელოვან თემას, ხა საქართველოს მნიშვნელოვან თემაზე გადავიდეთ უკრაინა და ამერიკა. და ეს ჩვენი საუდის არაბეთის არ გამომჩნევს რომ USAID-ის თემაზეც მუშაობდით, არაერთი ვიდეო გვაქვს მომზადებული და ეს რატო გაგვახსენდა ეხლა რომ რა ხდება დღესდღეობით ინდოეთში, ხო? ინდოეთში დაიწყო USAID-ის საქმიანობის გამოძიება, სხვადასხვა მიწებზე და ამაზე ქონდა საუბარი საგარეო საქმეთა. ჩვენ ქონდა რამდენი მაგალითი, 3 მაგალითი მე მგონი შენ ქონდა მაშინ ვიდეო ლექციაში, კუბა, ვენესუელა, ავღანეთი და მესამე არ მახსოვს. ნიტო კოლუმბია, ნიტო რაღაც ეგეთი იყო. ხო, არ მახსოვს, ხო, USAID-ის საქმიანობის შესახებ ცალკე ვიდეოს გვაქვს, კი ბატონო. და ეხლა უბრალოდ დღესაც აქტუალურია, იმიტომ რომ რაც ხდებოდა მაშინ USAID რასაც აკეთებდა, ეხლა ამ ყველაფერზე იჭვები არსებობს ინდოეთში და საგარეო საქმეთა სამინისტროც ჯაიშანკარმა, ხო? ჯაიშანკარი არ არის? ისაუბრა ამ თემაზე, რომ გამოძიება დაწყებულია და გაირკვევა რა ხდებოდა და რა საქმიანობდა USAID ინდოეთში. და ასევე ერთი თემა მინდა კიდე გამოვყოთ, აი ტრამპის ამბებზე, რომ ვერ გაიგეს რა, ჩვენ რა პოზიცია გვაქვს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. ვიღაცებს ტრამპისტები გონებთ, ვიღაცებს ანტიტრამპისტები, ჩვენ ვამბობდით დასაწყისიდან და დამეთახმე თუ რამეს ისე ვამბობდით ძალიან მარტივ რამეს. ეს გუნდი, რასაც შენ ცალკე ვიდეო ხო გაქვს ჩაწერილი მაგაზე არაერთი კიდე, რომ ეს გუნდი არის საკმაოდ ეკლექტური და მე გეტყვი ტრამპისტობას რატო გწამებენ. მე რო ჩავწერე ერთი ვიდეო, რომ ტრამპი რო დაცენზურდა. ანუ რახან ხმამაღლა ვთქვით რომ ტრამპი დაცენზურდა. გამოდის რომ ხარი დაუჭირე. როგორც მკვლელობის მცდელობაზე მეცხოვ მაგრამ ტრამპი რო ჩანს, ესე იგი ესენი ტრამპისტები ხო გასაგები. ხო, რეალურად ჩვენ ვამბობდით რომ ეს გუნდი არის
სხვადასხვა ფრაქციების გაერთიანება და სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანების გაერთიანება. აი ამ თემაზე ძალიან მინდა შენთან ერთად საუბარი შემდეგ პოდკასტში, იმიტომ რომ ამ თემით ეხლა საყვარელი როლი აქვს ტექნოფეოდალებს, ხო, ამიტომ ჩვენ შეპყრობილი ვარ ამ თემით, ხო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცები იშლება და ეს ბოლო დღეებში ძალიან საინტერესო პროცესები გამვითარდა და ამაზე შემდეგ პოდკასტში უეჭველად ვისაუბროთ, რომ არსებობს ერთი სტივ ბენონის ფლანგი, რომლებიც არიან მუშათა კლასის, აი თეთრი მუშათა კლასის ფლანგი და აუცილებელია ვთქვათ, რომ სტივ ბენონი იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა თლიანი მაგას იდეოლოგია და ის ტრამპის მსოფლმხედველობა რაც არსებობს დღეს, არის სტივ ბენონის შექმნილი. არსებობს რაც შენ თქვი ტექ გიგანტების, ტექ ტიტანების, აი ტექ ფეოდალების ფრაქცია, რომლის ლიდერი არის ბეზოსი და მასკი. ბეზოსი და ამ ორი ფრაქციის დამამეგობრებელი მედიატორად ყავთ JD Vance იქიდან გამომდინარე, რომ JD Vance ორივესთან ყოველთვის შემხებლობა ჰქონდა და რამდენიმე დღის წინ იყო მისი Deep State-ია, ნამდვილი Deep State არის JD Vance. ხო, რამდენიმე დღის წინ იყო მისი ძალიან საინტერესო გამოსვლა, რომელიც კიდე ცალკე გარჩევას იმსახურებს, როგორც ვიტკოფის პოდკასტი ტაკერთან რა. იმიტომ რომ იმ გამოსვლაში ზუსტად ისაუბრა ამ ორი ბანაკის დამეგობრებაზე, რა პრობლემები არსებობს, აი მიგრაციის თემა გამოყოს, ასთა სხვადასხვაობა და რატომ უნდა იყოს ეს ორი ბანაკი ერთად და როგორ ავსებენ ერთმანეთს და სხვანაირად როგორ ვერ მოხდება ჩინეთის შეკავება. ძალიან მაგარი ვიდეო ეგ ცალკე ის თემაა და მოკლედ ჩვენ საუბრობდით ყოველთვის რომ ნეოკონებიც არიან აქ და არის სხვადასხვა ჯგუფები, აი ეს იდეოლოგიური ჯგუფები და ნახოთ ვინ დასძლევს, ვინ სად მოიგებს. და ამერიკა რო იმპერიალიზმზე უარს არიტყვის, ესეც არაერთხელ გვითქვამს. და ოპტიმიზაცია რომ მიდის პირიქით აი ამ თლიანი სისტემის და ამ მეთოდების მაგაზეც გვისაუბრია. ხო და მოკლედ ამ ყველა თემის გარდა შენ ამბობ სწორად. ბოლოს უნდა დავამთავროთ, ალბათ შევაჯამოთ. სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი იყო, ჩატარდა. თავიდან დავიწყოთ, ხო, პირველი რაუნდი იყო რაღაცა შოკი და სიგიჟე. იმიტომ რომ ეგრევე უთხრა ტრამპმა, რომ არც უკრაინას მე იქ არ დავისვავ და არც ევროპას არ დავისვავ და ისინი რო ჩავიდნენ ლავროვი და რუბიო აქეთ პარალელურად ამათ ქონდათ რაღაცა უსაფრთხოების შეხვედრები, რაღაცებს ატარებდნენ, ხო? ევროპაში თუმცა ვერაფერი. ფაქტობრივად რეალურად იქიდან არაფერი არ გამოსულა გარდა შეპირებისა, რომ უკრაინას ჩვენ მარტო არ დავტოვებთ. ხო, ეგ იყო. ესეც ვიდეო გვაქვს ჩაწერილი ამაზეც თან. აი, შემდეგ იწყება უკვე რაღაც ცალკე უკრაინას ქონდა ახლა ერთი რაუნდი ამერიკასთან. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის ვინ არიან რუსეთიდანაც და უკრაინასთან. ორივე არის უშიშროება. საქართველოს ვაფშე მაგარი ქვეყანა. ამაზე მინდა მე ცალკე, იმიტომ რომ ეს ცოტა კონსპირაციული ანუყრე არახამია ხო ყავდათ ქართველია. არესტოვიჩი დედოფლის წყაროელია. მე მგონი შოიგუსაც რაღაცა კავშირები ქონდა საქართველოსთან. შოიგუსა. დაგვიბლოკავენ ამ ვიდეოს. ლავროვი ავლაბრელი სომეხია. მოკლედ სერიოზული საქართველოში ისდება სერიოზული ხალხი რა. ხო, ბიჭო, თავარი ის არის რომ მან სამშვიდობო მოლაპარაკებებში პუტინი კასპერი. თუ პუტინი გაიგე ყველაზე ისეთია. ეხლა მე რამდენი რაუნდი გამოდის ერიაჩი, მთლიანობაში გამოდის მესამე? მესამე, ხო. მესამე რაუნდი გამოდის, მაგრამ ეხლა განსხვავებული ის არის რომ სამაგი ფორმატია. ანუ აქეთ ამხარეს ამერიკა შუაში, აქეთ ამხარე რუსეთი, უკრაინა და სინქრონში ხდება. რა თქმა უნდა, რუსეთს და უკრაინას ერთმანეთთან შეხება არ აქვს და ამერიკა ოპერირებს ორივე ჯგუფთან რა. და ესე ძალიან საინტერესო ფორმატია, დიპლომატიური ფორმატი, როგორც ხდება მოლაპარაკებები. ნახოთ რა შედეგები გამოვა. ფაქტი ის არის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა გადალახულია და უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ განიხილება. ახლა როგორც ვიტკოფმა თქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის დღის წესრიგში რა ბედიელის 4 ოლქს რუსეთის მიერ დაპყრობილ ოლქებს აი ამაზე მიდის საუბარი ძირითადად რა. ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ამაზე თუ შეთანხმება მიიღწა, მაგრამ ძალიან რთული იქნება. მერე მოდის უკვე ცეცხლის შეწყვეტის არა ის ემბრიონული მოდელი, რაზეც საუბრობდნენ, რომ აი ჯერ შავ ზღვაში მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და ენერგოინფრასტრუქტურაზე რაც ვნახეთ, რომ ირღვევა. შორის უკრაინის მხრიდან. არამედ კომპლექსურ მიდგომაზე, რაც ასევე ვიტკოფმა თქვა, რომ ეს მთლიანად 2000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე მოგვიწევს რეგიონების მიხედვით ცალკეულად თითოეულის განხილვა, როგორ და რანაირად მოხდეს, რაც არის შრომატევადი და ძალიან ხანგრძლივი პროცესი
და რა თქმა უნდა ჩვენ თავიდანვე ვამბობდით რომ პროგნოზით ანუ ზაფხულამდე მინიმუმ არ უნდა ველოდოთ აქ ჩვენ ეს არის რომ ჩვენ სულ ვამბობთ რომ ეს არის დროში გაწელილი პროცესი და აქ არ მიდის ჯერ ეგრეთ მარტო საუბარი უკრაინის თემაზე, აქ ბევრ ამაზე გლობალურ თემებზე მიდის საუბარი. ან ზოგადად რუსეთი ამბობს, ანუ ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს გრძელვადიანს ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, ხო? რა თქმა უნდა, არა მარტო გარანტიებს, არამედ მთლიანად უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას, მაგრამ აქვე რა ვთქვათ, იცი, დღეს რაც მიმდინარე პროცესია, ამ ულაპარაკების პარალელურად რა ხდება კიდევ? ამ ულაპარაკების პარალელურად გრენლანდიაზე დაიწყო ჯერ ხო ვიღაცებს რიტორიკა ეგონათ რომ რა შემოერთება აი მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას რაც ეძახიან ამერიკელები მაგას ახორციელებენ ახლა გრენლანდიაზე ჩასული არის მაიკ ვოლსი და ნუ მთელი გუნდი რა მე როგორც ვიცი სხვა შორის JD Vance-ის მეუღლეც არის ჩასული და საუბარი მიდის იმაზე რომ გარკვეული მეთოდებით და ამაზე ქონდა JD Vance თავად უშუალოდ საუბარი რამდენიმე დღის წინ ყველა ვარიანტში ჭირდება სასწრაფოდ გრენლანდიის შემოერთება. ანუ ეს რიტორიკაში არ დარჩება და უახლოეს მომავალში რაღაცა მეთოდით, არ ვიცით რა მეთოდი, მაგრამ ვიხილავთ გრენლანდიას, რა თქმა უნდა, ამერიკის ნაწილად რა. მოკლედ, შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ბევრი გაუკეთებია ამ პერიოდში, ბევრ თემაზე გვიმუშავია. და თუ იმეს აი ეს რეზიუმე დაინტერესებს, უკვე მზა ვიდეოა, ნებისმიერ შეუძლია ნახოს და აღარ დაჭირდებათ ეს გაშიფრვა, გამზადება. ხო, დასპონსორება ძალაშია, სპონსორი არ გვყავს, ეს ხაზი გაუსვათ, ვიღაცებს გონიათ რომ გვყავს, მაგრამ არ გვყავს. ჭირდება, იმიტომ რომ ბევრად მეტის გაკეთება შეგვეძლო, ეხლა შეგვიძლია ძალიან ბევრი რესურსი გვაქვს, ოღონდ რესურსი შინაარსობრივს გულისხმობთ, ამ ყველაფრის გადათარგმნაში გვჭირდება ელემენტარული მონტაჟი, რაღაცა სხვა შეიძლება სტუდიას რო აქ აღარ ვიყოთ ამ ორ კვადრატულში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ხმები ისმის უკვე. ხო და ნუ თუ იმეს სურვილი ექნება დახმარების აქ ვართ, ვითანამშრომლოთ, მზად ვართ. სიამოვნებით და მართლაც ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი კონტენტი, პოდკასტი გამოჩნდა ამ ბოლო პერიოდში და ნუ ყველას რა თქმა უნდა ძალიან დიდ წარმატებას უსურვებთ, იმიტომ რომ თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიშა და რა ვიცი, ჩვენსას ამ შემთხვევაში ვაწვევით, ჩვენ საკუთარი როგორც თქვი, ანუ ამ შემთხვევაში უყურე, რატო ვახსენე მე თავიდან ის რომ ჩვენ ნახვები არ გვაინტერესებს. რომ ჩვენ გვინდა რომ რაღაცა კარგი გამოგვივიდეს. მიხვდით რომ ნახვები რო გვაინტერესებდეს, ავირჩევით ერთ კონკრეტულ ყოველთვის ცხელ თემას და დავიწყებთ იმაზე რა ხარობს, ხო? ანუ ჩვენ გვინდა რაღაც ახალი შემოვიტანოთ ზოგადად დისკურსში. ხო, ნუ ამიტომაც ვაკეთებთ ამ ფორმატს, თორე დავრჩებოდით TikTok-ს, მაგრამ TikTok-ზე ამ თემების გაშლა ვეხე, აი დღესაც რა დააკვირდი, უამრავ თემას შევეხეთ და საშინელი უკმარისობის გზნობა მაქვს ეხლაც. ასე რომ ეს ფორმატი საჭიროა და უფრო ვრცელი საუბრები რომ რაღაცნაირად სათქმელი წამოვიღოთ წინაპლანზე და მით უმეტეს ჩვენ ახლა გამიხილეთ რა ხდებოდა 2 წლის მანძილზე ჩვენი შეფასებები, პროგნოზები როგორ იყო, რა დაემთხვა, რა გამართდა. და დღეს რა ხდება აი ამ თემებზე? ბევრად საინტერესო რაღაცები საუბარი შეიძლება და იმედია ამ კვირაში მოგვეცემა საშუალება კიდე ერთი ჩავწეროთ რა ეს ეპიზოდი, ამ პოდკასტის ეპიზოდი. კი ბატონო, იმედია. მოკლედ, მე მგონი, კაი გამოგვივიდა, ვისაუბრეთ, რაც შეგვეძლოთ, ისეც რო არ დავუღალოთ, ჩვენ კი შეგვიძლია ხა ამის 12 საათამდე ვილაპარაკებდით, მაგრამ ხალხი არ ნახავს უკვე. და ტექნიკასაც აღარ შეუძლია. ხო. მოკლედ, კიდე ერთხელ გილოცავ. მადლობა. გადასარევი ამბავია და მიაწექი. კი ბატონო. აბა, კარგი. Number 1 to address that right.